რა, გოგო, ჩეხოვი არის ყოისა? არის ყოის ჩეხოვი. აბა რა? არის ნაძვის ხე. არ არსებობს თემა, ერთი წამი. 5 ისტორიას ჩააკვეხებს შიგნით. ახალი ტარიფები, რომელიც ამერიკამ დააწეს. ნერვი ხო მე მეშლება. არა, მარტო ტრამპზე არ არის, ნახე. მე ვიხილებ ამის სიმძიმით. ხო მაკუპლება რომ მეც ხანდახან არ ვიცი ამცარო. აბა რამდენ ხე შეგიძლია მშვიდად უსმინოთ? როგორ ცხოვრობ ამ ბიჭთან? კოჩა ხანი დღეს 5 წუთი გაკაჩე. ჩაგიგბელა. ვინ არის უზრდელი თავში ავერთნი. ხან მე ვეკაჩები, ხან ის მეკაჩება. მაგალითად მითხრა რომ შუქი ჩააქრე, მე შეიძლება ამ დროს მითხრა პორტოხალი მივაწოდო. ესეთი უნდა მივიღო ესეთი, როგორიც არის. მე მაცოფებს ის რომ შეუძლია რომ იყოს ჩუმად. აი ავხსნათ რა, აი რა პრობლემაა, ხო? აი როგორც ლოკოკინა შეყობს ხოლმე თავს. მე არაფერ შუაში არ ვარ და დაიცალოს, მას სჭირდება ეს. პატომანას ვიზალას კაკინტა ნარკომანები. აკად რაცა ფიზიკურად ერთ-ერთ არ ვართ, მე პირადად ძალიან ცუდად ხვდები. აგუბილავს ზვაიუჟის. გინდა თქვი და მე გავაგზავნე. არა, უბრალოდ მე მგონი მაშინ მიხვდა რომ მე მართლა მიყვარს. მე ყინა ხელები. ეს დადგმული არ არის. მოყვებით. მოყევი. ტადამ. ვაი მე არაფერს დამოგიგია გოგო. აქ არის ილოს ნაჩუქარი ყვავილები. უბრალოდ შემიყვარდა ძალიან. იმაზე კარგია და იმდენად კარგია რომ ბევრმა რო არ იცის. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხმის მინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან. რა თქმა უნდა, სანამ წარვადგენ ჩვენს სტუმრებს, დღეს განსაკუთრებული დღეა და ერთის ნაცვლად ორი სტუმარი გვყავს. სანამ წარვადგენ სტუმრებს, უნდა გითხრათ და გთხოვოთ, რომ იაქტიუროთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გვიპოვოთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გადაცემისთვის. რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს. ტადამ! ილო ბეროშვილი და ანი ბებია არიან ჩვენი სტუმრები, ორი ფანტასტიკური ადამიანი, აი ესეთი ოჯახურ გარემოში მოვხდი დღეს. და რა თქმა უნდა, სხვა შორის ძალიან მინდოდა, სულ მინდოდა თქვენი სტუმრად მოყვანა. ცალკე შენი და მე მეთქი რატომაც არა ერთად უფრო საინტერესო იქნება. ვავსებთ ერთმანეთს და ერთ-ერთ ჯობია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ აქ ხართ. ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ სულ ვადავნებ თვალყურს თქვენს ანის განსაკუთრებით, ანის TikTok-ს და ანის Instagram ისტორიებს. ილოს კიდე სულ ხედავდი ხოლმე პროტესტის დროს, მაშინ ჯერ კიდევ მთავარი არხი პირდაპირ ეთერში აშუქებდა ამ პროტესტს. გენატრება ისე ტელევიზია? ეს გენატრება პროტესტი. ტელევიზია არ გვაძლევს შესაძლებლობას რომ მოგვენატროს ყოველ დღეა. ხო, რაც შეეხება ტელევიზიას, რა თქმა უნდა არის მონატრების ფაქტორი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა როგორი თული გარემოც არ უნდა იყოს და როგორი თული ვითარებაც არ უნდა იყოს არხზე, ფინანსურიდან დაწყებული. მე ფინანსური პრობლემები რომ ეს ყველაფერზე აისახება და ზოგადად გარემო მოქმედებს და ეხა ბოლოს თავარ არხზე რომ მიდიოდი ხოლმე, აი ენერგეტიკულად იგზნობოდა რომ აი გამოფიტული, დაღლილი და რა ქვია ძალიან ისე რა, ინერციით მიდიოდა რაღაცა. ყველაზე მოქმედებს და როცა ფინანსური პრობლემები ეს ისახება ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე ეხა რა და მაყურებელს კიდე რა შეინტერესებს ეხა შენი შიდა სამზარეულოს პრობლემები, მე არ გულისხმობ იმას, რომ თქვა დაიხურე და რაღაცა, მაგრამ ეხა იქ რო უთხარო აი ფინანსური პრობლემების გამო იქ სცენარისტი რა არ აინტერესებს. ხო, მაგრამ საინტერესოა არის რატომ არის ეს ფინანსური პრობლემა, საიდან მოდის და ეგ ცალკე ამბავია, მე მამის ახსნა რომ გიწევს, რომ ყველაფერი მიბმული არის პოლიტიკასთან. მაგრამ მიუხედავად ამ სტრესული გარემოსი, რომ მუშაობა გიწევს, მაინც რაღაცნაირად ადამიანური ურთიერთობები რა, ყველასთან შეიძლება არა, მაგრამ რაღაც ნაწილთან ვისთანაც უფრო ხშირად ქონდა შეხება და რაღაცა, რა თქმა უნდა, გენატრება. აი რო ვიხსენებ ახლა ყველაზე მეტად იცი რა მენატრება? აი რო ვიხსენებ იგივე გინდა მთავარზე, გინდა ფორმულაზე ЧЦD-ს გადაღებები რო იყო. ვაიმე, რამდენჯერ მოუშლიათ ნერვები და როგორ ეს საორგანიზაციო საკითხებში და 2-ზე დაგიბარეს და 5-ზე დაიწყეს და რაღაცები. რა თქმა უნდა, ეგ ხდებოდა. არა, ხდებოდა, ესეც ხდებოდა, ისეც ხდებოდა, მაგრამ ანუ მაინც თან იცი რა იყო, რომ მაინც ეს სხვანაირები ვიყავ. და გენატრება ეს თავისი ლოდინით, ხო, სანსაციანი. ყველა თავისი მინუსით გენატრება იმ კუთხით, რომ ადამიანების შეცვლილები არიან, აი როგორ არიან, იცი, ახლა რომ ახსენდება იმ დროს ლიფონავა, რაღაცა ოპერატორები, ჩვენი გრიმიორები და რაღაც
გარემოც სხვა იყო, სხვანაირად ურთიერთობდით, ესეთი დამძიმებულებიც არ იყვნენ ადამიანები და თითქოს ეგ მომენტი გენატრება. ანი, შენ გაქვს ეს მომენტი, რომ თითქოს ორი ცხოვრებით ვიცხოვრეთ, ერთი რაც იყო თუნდაც 1 წლის წინ, 2 წლის წინ და ეხლა ვცხოვრობთ რაღაც განსხვავებული ცხოვრებით, იმიტომ რომ მე მაქვს სულ ეს განცდა, რომ სხვა ვიკა იყო და სხვა კი, ყველაფერში აისახება, ილომ ხო თქვა რომ აი ტელევიზია ფინანსების გამო. აი საერთოდ ყველაფერში აისახება ეს. აი თუნდაც აი ჩემი შემოსავლის წყარო რაც არის ინტერნეტ პლატფორმაში. აი მანდაც უყურებ რა შენი დამკვეთი ვინ არის? ძიებაში ხარ ეს კომპანია ვისია? აი გადადის მე ყოველდღიურობაში. ვეღარ ხარ ისეთი ლაღი. ჩვენ კი ვცდილობთ რომ მაქსიმალურად აი ბავშვებიდან გამომდინარე სულ ბავშვებში რო ვართ, აი მაინც ვიჭერთ რა იმ ბედნიერ მომენტებს უფრო მეტად და ბავშვებზე ვართ კონცენტრირებულები და ამითი ვივსებით, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა. ზოგადად ხელოვანს აქვს პასუხისგებლობა საზოგადოების წინაშე, როგორ ფიქრობ, როგორი მოქალაქე არის მსახიობი, ამას აქვს მნიშვნელობა? ჩემი აზრით კი, ჩემი პირადი აზრი არის, რომ კი. აი მეც როგორ ვფიქრობ, იცი რომ არავინ არ თქვა ხა მსახიობს იმას ვერ მოთხოვ რომ მაგალითად პირობითად ძმწია თუ არა, ან მაგალითად როგორ მართავს თავის პირად ცხოვრებას ან ურთიერთობებში და მე იმას არ გულისხმობ, რომ აი ვალდებულია რამით საზოგადოებასთან რომ იყოს ან ასეთი ან ისეთი, მაგრამ როგორ გითხრა ხა აი შენ ყველაფერს ვალდებულებას რო თავი გაანებო, აი წინადღისით რო ითამაშებ ხა მაგალითად ჩეხოვის ქამელეონს ან მე რაღაცა გამოხვალ და რომელიმე პიესას, სადაც ლაპარაკი იმაზეა რომ თქვა ავტორიტარულ სახელმწიფოში ინდივიდის როლი და თემს დაპირისპირებული ინდივიდის როლი ან მაგალითად კონფორმიზმზე თუ არის ეს თქვა ხო როგორ დადგა მეორე გერმანიაში რატო დადგა ქვია ნაცისტური გერმანიაში რატო მოხდა ის რაც მოხდა გადაასახლეს თომას მანი ან თუნდაც თანამედროვეობაში რო იყოთ რუსეთში მიმდინარე მოვლენები რო ამდენი რეჟისორი თეატრის ამდენი მსახიობი თეატრის არიან ციხეში აი რაღაცას რო დადგავდა თუნდაც შექსპირიდან დაწყებული მერე რომელიც აგებულია იმაზე რომ რა არის ინდივიდის როლი რა არის აი ამის მერე რომ მერე გამოხვალ და აბსოლუტურად სხვა საპირისპირო ადამიანი ხარ ჩვენ ხო არ ვთხოვთ ადამიანს ეხა რომელიც შექსპირში თამაშობს ისე იმეთყველოს ეგეთი იყოს მაგრამ როცა შენ გადიხარ სცენაზე და იქ შენ თამაშობ სპექტაკლს სადაც მთავარი აი ეს თემები არის როგორ შეგილია მერე რომ თითქოს არც არაფერია აი მაშინ აღარ ჯერა შენი ადამიანს მე უბრალოდ მინდა რომ ეს ორი თემა გაიმიჯნოს არავინ არ უნდა ავალდებულებდი არც მწერალს არც მომღერალს არც მსახიობს რომ რასაც თამაშობს ან რასაც აკეთებს რაღაცა საოცარი თამასა კონდეს რომ რაღაცა ხო მაგრამ ისი თქმა მინდა იცი რომ აი როცა ამხელა თამასას კი არ უწესებს ხალხი რომ სრულყოფილი ან იდეალური იყოს თუ რაღაცა აქ საუბარია იმაზე რაც შენ თქვი სამოქალაქო პოზიცია შენ რახან შენ სიტყვას რაღაცა წონა აქვს რაღაცა ფასი აქვს უბრალოდ გულწრფელი იყავი ვიღაცა იტყვის რომ ასე იგი ადრე არ ხდებოდა როცა ადამიანის თქვათ ან უფლებები არ ილახებოდა ან თქვათ ადრე არ ხდებოდა უსამართლობა არა ხდებოდა და მე და ანის ხშირად გვისაუბრია საჯაროდას და ერთმანეთშიც ყველა ხელისუფლების დროს საქართველოში რაც ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით 90-იან წლების შემდეგ იყო ძალიან ბევრი პრობლემები და ბევრი სისასტიკეც იყო. ამიტომ მე არ მინდა ხოლმე რომ ამითი საკვები მიცე ვინმეს და მე ამითი სპეკულირონ, თავარი მესეჯ ბოქსი დაიკარგოს, რასაც ჩვენ ვამბობთ და იყოს ისე აღქმული რომ თითქოს საქართველოში უსამართლობა იწყება ბოლო 4 წლიდან. არა, უსამართლობა დიდი ხანია, მითის ამაზე ბევრი გვაქვს ჩვენ ალაპარაკები. თუ არ გინდა ეს გაიგო, იმიტომ რომ მე გინდა რომ დაამახინჯო სპეციალურად სიტყვები ეგეთი. ადრეც ხდებოდა, მანამდეც ხდებოდა. უბრალოდ აქ არის საქმე იმაში რომ რამ ანუ კი ხდებოდა და რო ხდებოდა მაშინაც იყო პროტესტი. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ მაშინ ხელისუფლება ამიტომ თუ იმიტომ წავიდა და აქ უბრალოდ რა ნახე კონტექსტ რამ ხელმისაწვდომობა აქვს. იცი ყველაზე მეტად მე როდის ბრაზდები ხოლმე, როცა მაგალითად შათირიშვილი ამბობს, რომ აქედან ყველა უნდა წავიდეს, ვინც მას არ ეთანხმება, ახალგაზრდებზე როცა განსაკუთრებით საუბარი. მე ბრაზდები როცა მაგალითად ადამიანი უკვე უგონოთ აგდია და კიდე ფეხებს და ქუსლებს უთხოვ, ხო? მე არ პროტესტი მიჩნდება იმაზე, როდესაც მაგალითად იქ გოგო დგას, მიდის მამის ტოლა კაცი ან ბაბუის ტოლა კაცი, სახეში ამებს უკეთებს, ურტყავს და მე გარბის რო პოლიციელებს უკან მოეფაროს. ანუ რამდენი რამეა, რაც ვითომეტეს ეხა ანუ როგორ არ გაგიჩნდება ამაზე პროტესტი, ხო? და თან კიდე დღეს უკვე საქართველოში არ დარჩა ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ პროტესტი კონდეს, თუნდა არც ნაცია, არც კოცია, უბრალოდ ადამიანურად რაღაცა არ მოეწონა და ეს თქვა ეგრევე იარლიყი. თქვენ როდის შეხვდით ერთმანეთს და როგორ რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი? მე არ ვიცი ეგ ისტორია. მოყევი. კაი, მე მოყევი. მოკლედ იყო ეგეთი რადიო ჯაკო FM-ი. ამ ჯაკო FM-ზე მაშინ როგორი პერიოდი მქონდა იცი რომ
მთელი ამ იმისგან ქვია პროფესიისგან ვისვენებდი და აღდგენითი ის მქონდა კუსტპაზე ყოველდღიური დარბოდი და იქ ჩემი საყვარელი ქეთო ბებო რომელიც ყველას მინდა უთხრა ის რეკლამა არ გეკონოთ Она вышла замуж за наркомана. მან დათვისებული ისინია ეგენი რაღაც თქმა უნდა კუსტპაზე ამაზია ხო იცი პატომანას ვიზალას კაკიმტა ნარკომანები აგუბილავს უზვაიუჟის მე უბრალოდ ილო ჩაერთო და ეგ ყველაფერი ეგრე არ წაიყვანა გამოასწორა არა ამასე გამოდგა ისე არ კუსტბაზე ეგ ყველაფერი ათვისებული ქეთო ბებო ვინც იქნებით კუსტბაზე მიდით და დალიეთ მისი თურქული ყავა ეს არ არის რეკლამა არც კაფე არც სახელი ქვია ქეთო ბებო უბრალოდ რომელიც იქ არის იქ ნარს თამაშობენ საოცარი ქალი იქ დავრბოდი იქ ვესაუბრებოდი მართლა შვილიშვილივით უყვარვარ საოცარი ადამიანია და მაგ პერიოდში ვარ როცა ესეთი რეჰაბის გამოჯანსაღების მორიგი ის იყო და მოკლედ მაგ დროს დამპატიჟეს. ან დაიმახსოვრა რა უნდა თქვა. ჯაკო FM-ში გინდა თქვი და მე გავაგრძელებ არ არა, უბრალოდ აი საიდანაც წავხვედი. არა, გეტყვი, იმიტომ რომ ხო, ანუ ერთად უბრალოდ მინდა რომ მაყურებელმა შეამჩნიოს, რომ ვიკითხე, როგორ გაიცანით ერთმანეთი მეთქი და ახლა ვისმენთ ქეთო ბებო რა მაგარი ქალია და ნალექიანი ყავა. არა, ეს უნდა მეთქვა უცებად, ძალიან 94 წლიდან იქ არის ბავშვობიდან მიცნობს. ხო და მაგ პერიოდში, როცა ეგრე ვიყავი, არაფერი საქმე არ მქონდა, არც ერთ პროექტში არ ვიყავი, იმ დროს რაღაცა დასვენების პერიოდი მქონდა და დამპატიჟეს ამ ჯაკო FM-ში და დავთანხმდი, რომ ერთი თვის განმავლობაში ყოფილიყავი მათი თანაწამყვანი რა. ანუ ერთი თვის მერე ვიყავი თანაწამყვანი, ორი გოგო იყო იქ წამყვანი და ეგრე ისე მოხდა, რომ ჯაკო FM-ს თანამშრომლობდა რუსთაველი 15-თან, საიდანაც რუსთაველის 19, ანუ თეატრიდან მოდიოდნენ მსახიობები ჯაკო FM-ში და ეგეთი რუბრიკა იყო და ამ მსახიობების გაცნობა და საუბარი იყო. ჩაგიგველა. ეგრევე. თეატრის სახელიც ვერ დაიმახსოვრა. ხო და ანუ იქ რო ვიყავით, შემოვიდა ანიმე, აზიარა ვარ ანიმინარი, ესე მე უკან არის ხვით ხელოვნური სუნთქები და ისინი მაშინ არ უყურებდი. არ ხა ხელოვნური სუნთქვა ნანახი არ მქონდა და რა ვიცი. ხო და არც თეატრში არ დავდიოდი. არ ვიცი რა ეგრე მოხდა მაშინ მაგ პერიოდში. მოვიდა მოკლედ. შემოვიდა, შემოანათა. მართლა. ისეც ვარ, ფერადი ჟაკეტი, ესეთი ჟაკეტი იყო ფერადი თუ რაღაც და. და შენ მოკლედ ძალიან ლამაზი და მე ეს ტელეფონში ვარ რა და ეს შემოდის და ტელეფონში ხარ და ავხედე რა და რო ავხედე ну მივხვდი რომ ძალიან მომეწონა და ამიტომ ეგრევე ჩავხედე რომ არ დავიწვა მეთქი რა რაღაცა არ მინდოდა რომ თუ რაღაცა რა ლამაზი გოგოა თუ რაღაც ეგრე მოკლედ შემოვიდა და მოკლედ მე არ მომეწონა იმიტომ რომ არც მომესალმა რა ჩემს როგორ ახლა მივედი და ვიცი რომ ერთ-ერთი წამყვანი არის ილო შევედი სივრცეში ამომხედა არ მომესალმა ოკეი სულამეთ ვინ არის უზრდელი თავში ავეცი არა არ მომესალმა კი დავიბენი უფრო რა ძალიან რომ მომეწონა დავიბენი და იმის გამო რომ არ შემჩნეოდა ეს მოწონება თვითონ უფრო იმას ვქენი ხო მაშინაც მომერიდასავით რა ეგრე უფრო გამოვიდა და მე ილო უკვე ცნობილი იყო და მე არ მომწონდა საშინლად არ ვევასებოდი და სამართლიანიც მე თუ მკითხავ რა საიდან იყო ცნობილი ჩოცდოდ სამბებია უკვე ის იყო კაცი რომელიც ულაპარაკობდა და ერთხელ საქართველოს და შენ მოკლედ ვითარება შენ გონია უზრდელი და თან არ გევასებოდა და პლუს უზრდელია. და თან კიდე ამასთან ერთად შეცდოში რომ თამაშობდი პირველი სეზონი და აი სეზონ ნახევარი კატასტროფულად თამაშობდი მართლა ეხა მე ხო უყურებდა ხო ვიცი არა არც თავი მოწონს დაფარსული და ეგეც არ მოწონდა რა. მე პროტესტი მქონდა იმის რომ ტიპაჟი რატო ყავთ იქ. შეცდოში ათამაშებდნენ არა მსახიობებს. ამაზე უბრალდებოდი რომ რამდენი მსახიობია სწავლობენ, ამ რისთვის სწავლობენ და ის მქონდა რომ მაინც მსახიობები უნდა დავკონდა ერთ-ერთი რომ ეს იყო რომელიც არ არის მსახიობი და თან აი ძალიან ცუდად თამაშობდა აი ძალიან ისე ვიყავი რა ცუდად თამაშობდა პირველი ერთი სეზონი ძალიან მაგრამ იქ იყო რა იცი რატო იმიტომ რომ მაგაზე ბევრჯერ მაგნა თქვა მე როცა დავიწყეთ შეცდოში სულ სხვა სპეციფიკაა როცა შენ ლაივში პირდაპირ ეთერში ზიხარ ან ჩაწერაზე ხარ სხვა დინამიკაა კი შეიძლება ადამიანი თუ ნიჭიერი ხარ პაროდიის უნარი გააქვს რაღაცა შეგიძლია გააკეთო გააკეთებ მაგრამ ერთია რომ შენ ესე მეგობრებთან გააკეთო და შენ პონჩი გააკეთო მაგრამ ყველაფერს თავის ფორმატი აქვს ხო? კაი, მოდი ახლა გადავედით. ასა დიდად ვერ გაასწორა და სამართლიანო მე გავუგე. თუმცა რა ვიცი, საკამათოა, მე არ ვიცი. მე კარგი იყო, მაგრამ მანამდე არა.
და ზოგადად ჩიკას და შაგუს ხაზი, რავი, ჩემს არა, კაი მე იყო. მომწონს. ხო, კონკრეტულად ის სეზონი მე რა ხდება? ხო და მე რაღაცნაირად გავიცანით ერთმანეთი, ძალიან დიდი სიმპათიები გამიჩნდა, იმიტომ რომ იცი რა მომეწონა, რომ იმ წლიდან ახლა მე როგორც ცხოვრების სტილითაც ცხოვრობდი, რაც ბოჰემა, მსახიობებიც იყო მომღერლებიც რაღაცა თითქოს ისეთ შთაბეჭდილება დამჭა, რომ მეთქი როგორი რაღაც ფასეულობები აქვს, 7-ია, ძალიან მომწონდა, რასაც საუბრობდა, როგორც საუბრობდა, ხამდაბლობა მომეწონა. ნუ ინტერვიუს დროს მე გეუბნები რა სიმპტომები დავინახე. ინტერვიუზე იყო 1 საათი ქონდა საუბარი და ამ ინტერვიუს დროს საუბრის დროს ძალიან დიდი სიმპათიებით განვიწყე, როგორც საუბრობდა, რანაირად საუბრობდა, რა ტიპიც იყო რა. და ნუ სილამაზე ხეთავ კიდე რა თქმა უნდა. მე რა ხდება? მე ამის მერე რაღაცა გავიდა თვეები, არ გეკონტაქტები, მქონია საერთოდ. გავიდა დაახლოებით რაღაც თვეები, 6 თვე თუ 8 თვე თუ 9 თვე არ მახსოვს. ერთადერთი რაღაცა შემთხვევა იყო, რომელსაც ახლა მინდა საუბარი, სოციალურ ქსელებში იყო რაღაც შემთხვევა, წამკბინა რა, რაღაცა პოსტის გამო და სამართლიანად და სხვათა შორის მე მივხვდი, რომ სამართლიანი იყო და არაფერი ბოდიში მოუხდა, მეთქი ავიღებ ამ პოსტს რაღაცა. ამის მერე კიდე გავიდა რაღაცა პერიოდი და მერე უბრალოდ რაღაცა მივწერე და ესე რაღაცებზე ვსაუბრობდით ფილმებზე, რაღაცა იმაზე და ნელ-ნელა მერე ჩამოყალიბდა ურთიერთობა და მერე გადავწყვიტე რომ მივსულიყავი და ჩეხოვში თამაშობდა ერთ-ერთი სპექტაკლში რაც როლი ქონდა და მივედი იქ. ჩეხოვში როლი არ მქონია. პირველად ჩეხოვზე ვიყავ. რა, გოგო, ჩეხოვი არისო ისა? არ იყო ის ჩეხოვი. აბა ამ ჩეხოვში როლი არ მქონია, ხა მასოვკა ვიყავი ჩვეულებრივი. როლია მასოვკაც, მე შემიძლია როლი არის და მასოვკა. მოკლედ, ეპიზოდურ როლში იყო ჩეხოვ ერთ-ერთ სპექტაკლში, სადაც მივედი და ნუ მე მივაცილე სახლამდე და ნუ რაღაცა. როგორც გამოვიყურებოდი, ძალიან მოსწონდა და მაგიტო. და გამოვტანტავდებოდი. და ეს ბიჭი რომელიც არ მოგწონდა მართლა რაღაც კინოს ყვები ჰოლივუდური კინოები რო ხეც ვერიტანებს მე უყვარდებოდ ისე არის ეგეთი და როდეს მეხთურმე ეს ბიჭი კარგი ბიჭი ყოფილა როდეს რამდენიმე ნახვის მერე ესე იგი პირველად იმის დროს არ დარჩა კრიტერიუმი რის მიხედვითაც შეიძლება მას მომწონებოდი მაგრამ მე ახლო გაცნობის შემდეგ ხო ან იცი რა ყველაზე მეტად აი პირველი რამაც მომხიბლა იყო ის რომ მივხვდი რომ ისეთი არის რეალურად როგორიც ანუ არ ჩანს რაც არის და დამაინტერესა ამან და მეთქი აბა ამოიქექვა და დაუწყე და მე არაჩვეულებრივ კონფერენციაში რო ხეთ მე ამისგან გავაკეთებ და ნახტა გაუკეთებია ისეთი რამაც გაგაკვირვა, იმიტომ რომ თითქოს იცნობთ ერთმანეთს ძალიან კარგად, მაგრამ ქონია შემთხვევა, რომ აი მაინც თუ არ ყოფილა. ხო, ეგ დაასუსტე, იმიტომ ორივე იყო. ორივე ყოფილა და რომელი ერთი თქვა. არაპროგნოზირებადია. იცი რა დამოკიდებული ადამიანი ხარ. მასთან თანაცხოვრება და ურთიერთობა ში ყველაფერს უნდა ელოდო რა, განსაკუთრებით უარყოფითებს. ამიტომ უარყოფითებზე მოდი არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ უკვე გასაგები იქნება ყველაფერი, მაგრამ აი დადებითები ბევრი კი ყოფილა. კი. მე მქონდა რა პრობლემა იცი? მოკლედ აქცია იყო და ძალიან არ მინდოდა სპექტაკლის თამაში, აი ძალიან არ მინდოდა და ილოს ვუთხარი, რომ აი ძალიან მეზარება თქო რა აქცია რო არ თქო და ნეტა არ იყოს თქო რა სპექტაკლი თქო და არ უყიდია მოვიდა და აპირებდა ყიდვას ყველაფერი ისედაც პატარა თეატრი არ გასაგები ხა 50 კაცი ეტეოდა მაგრამ მაინც რა უნდა და ყველა ბილეთი ეყიდა და ისე ანუ გაუქმდა რა მაინც აქციის გამო საბოლოოდ მაგრამ აი ის რომ ყველა ბილეთი უნდა ეყიდა ძალიან სასიამოვნო იყო რომ ხო რომ მე ანუ არავინ არ მოვიდოდა ხდები და ცარიულ დარბაზში ხა ხوار ვითამაშებდით და ვუყურეშე და ეს რაღაცები არის მნიშვნელოვანი და თქვენს ურთიერთობაში არის რომ ყველა ბილეთის ყიდვა, იქ რაღაც სიურპრიზები, ამ ეკრანზე ასვლა, იქ სიყვარულის ახსნა, ვერტფრენიდან ვარდების ჩამოყრა, ამას ბევრი ფული უნდა. ცოტა შაგუ მოვყევი ახლა. მატერიალური რაც გაუკეთებია, პირიქით პროტესტი მაქვს და მიჩხუბია რომ აი მან ტელეფონი მაგალითად, iPhone-ი და დღეს ჩამაგდო ხო, ერთხელ iPhone-ი კი არა
რაღაცა დასარეკი არ ქონდა იმ მომენტში რა და მე დაურიცხე რა და მეორეჯერ ეგეთი რამე არ გააკეთო მართლა ეს თქვენი ფინანსურადაც თქვენი ის ეხლა კი არა კაცო ეხლა რა დროს მეგეუბნები თავიდან გაცნობილი მე ვარ შეხარ ხო და გამიკვირდა ყველაზე დიდი სიგიჟე რაც გაგიკეთები ესეთი გახსენდებათ სხვა სამემართებაში არა ჩემთან. შენ თუ არა. რაღაცა გახსენებოდა ეხლა სხვაზე. არა. თუ გამიკეთები ყველაფერს შენთან გამიკეთები დადებით თუ გულისხმობ ხა უარყოფით არა, მაგრამ სხვათან ის გაგიკეთებ. ნახე, არა გასაგებია ეგ, მაგრამ მე არ მჩვევია და არ მჩვეოდა ის რომ ეხლა რასაც შენ საუბრობ რომ წავსულიყავი და ვიღაცის ყველა ბილეთი ავიღიან, აი რაც მასთან მქონდა რომ მე მინდოდა რომ ანისთვის დამენახებინა რომ რაღაც ესეთი სახელი მქონდა რა ზოგიერთ ბაბნიკი და ის არასერიოზული და ურთიერთობებიდან ხრება და რაც შეიძლება იმ დროს სამართლიანი იყო, მაგრამ მე მინდოდა ანისთვის დამენახებინა რომ შენ მე სხვანაირად გიყურებ. ანუ ეს არ არის უბრალოდ გატაცება რა, რო თქვა იქ one night stand და რაღაცა. ჩემი ის დამოკიდებულება ასაკს მოაქვს ეს ცვლილება, როგორ ფიქრობ? რამდენიმე ფაქტორი იყო. ასაკზე მარტო არ არის, განვლილი ცხოვრებიდან. რო აი აღარ გინდა არასერიოზული ურთიერთობები, ხვდები რომ ერთი ადამიანი გიყვარს და მორჩა. ეს რა როდის მოხდა ეს? ეგ არ მგონი რომ მარტო ასაკობრივად შემიყვარდა ძალიან. ანუ ეგ ყოველთვის ჩვენ ხარ ვართ ადეკვატურები ესე ბჭყალებში რომ თქვა შეყვარებულობის დროს ხო რაღაცებს ვაკეთებთ რაც შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე რომ გადახედო აუ როგორ არ რანაირად მე როგორ ქენი ეს თუ რაღაც მაგრამ არა მე მიყვარდა აი მაგალითად იქ ყვავილების მიტანა თუმცა რომანტიული მასთან გავხდი ეგეთი მაგის თქმა მინდა თორე განა სხვასთან არ მიქნია კაცო კარგი და რაღაცა მონსტრიკი არ ვიყავი სხვა ადამიანებთან მაგრამ უბრალოდ ესეთი არ ვიყავი როგორიც მასთან ასეთი რაღაცა დაუოკებელი სურვილი რომ მისთვის დამემტკიცებინა რომ არა მე სერიოზულად უყურებ ჩვენ ურთიერთობას და ყველაფერში ამის გამოხატვა მინდოდა ესე არ ყოფილა პირიქით ადრე ანიმდე ყოველთვის იყო ისე რომ ანუ მე გულისხმობ ანუ ზედაპირულ ურთიერთობებს რა ანუ სულ პირიქით მიდრეკილება მქონდა რომ პასუხისგებლობები არ მქონოდა ზედმეტად ადამიანთან არ დავახლოვებულიყავი რომ მე გული არ ტკენოდა თქვათ რა და ანუ აი უფრო ისე ვიყავი რა აი თავდაცვაში დალევა ვიღაცას რაღაც ხარი არ მინდოდა რა პასუხისგებლობები და თითქოს ისე აღვიქვავდი რომ თუ ცალკე ვიყავი უფრო cool კი არა და უფრო ლაღი და უფრო ისეთი და აი ურთიერთობები ჩემთვის ბევრი სტრესის მომტანი მაგრამ ინცეთები გავიარე მაშინ ეგეც ფაქტორი იყო ალბათ რომ გადამაანალიზებინა რომ ეგრე არ მოსულა რა ეგეთი საქმე ანი და შენ რომანტიკული ხარ არ ვიცი ვა რაღაცებში ხარ რაღაცებში არ ხარ მეც ეგრე ვარ რაღაცებში ვარ რაღაცებში ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე და აი არ მაქვს ალბათ უფრო არა მაგრამ აი არ ვიცი ეგ ხა აი არ ვიცი ყველაზე დიდ ბედნიერებას გაყენებს როგორც მივხვდი ანისთან და ბავშვებთან ურთიერთობა ახლა ესე ვატყობ მე მაინც ახლა დღეს კი არ შევატყვე დიდი ხანია მაგას მივხვდი და ეს აი როდის მოხდა ეს გარდატეხა ეს რაღაც კაპ ბევრი ფაქტორი იყო ხა იქ ჯერ ესეთი მე ვერ ვიტყვი რომ ყველაფერს გათვალისწინებით ილო რაც შენს ცხოვრებაში გამოწვევები იყო რაც შენს ცხოვრებაში სისუსტეები იყო ეს ყველაფერი აი ესე რანაირად მოახერხე რომ გახდი რაღაცნაირი мама რომელსაც სულ ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს ოჯახში ყოფნა, ცოლთან ყოფნა, გვითხარი შენი წარმატების საიდუმლო და ეს კითხვა. ისეთი ნუ ეხა ყველაზე ორიგინალური კითხვა დავსებს რა სიტყვის. ჯერ ესეთი აი საერთოდ ვისაც პრობლემა ქონია ნარკოტიკი, ზოგადად დამოკიდებულებების პრობლემა ვისაც ქონია, მან იცის რომ ფსკერზე უნდა დაეცე, აი ბოლომდე უნდა მოიგანგლო. უნდა ეს რა სასურველი კი არა და რეცეპტად კი არ მოყვება რომ აბა ბოლომდე დაეშვია, მაგრამ როგორც წესი ესე ხდება, რაღაც კანონზომიერებასავით არის რომ სადღაც ბოლომდე უნდა დაეცე იმისათვის რომ მე მოხდეს შენი ეს იმას არნიშნავს რომ როცა შენ აღდგები და თქვა ფენიქსივით რაღაცა არნიშნავს რომ რემისი არ გექნება ან არ ჩავარდნა არ გექნება ანუ არა ისე ვამბობ ზოგადად ანუ პირიქით ეს უნდა იცოდე შენ რომ ესეთი საშიშროება არსებობს და რაღაცა ბაბლი არ უნდა შეიქმნა რომ მორჩა მე ყველაფერს მორჩი ყველაფერი გადავაგდე ყველაფერს ისა რომ იდეალურად და მუშაობ შენ თავზე ყოველ დღე მუშაობ შენ თავზე, გინდა არ გინდა. მე რა თქმა უნდა დღეს მეუბნებოდი ანის რომ ვისურვებდი რომ რა თქმა უნდა გაცილებით მეტად შევძლო საკუთარ თავზე მუშაობა და ზოგადად საკუთარ თავზე მუშაობას ლიმიტი არ აქვს, ანუ სულ საკუთარ თავზე მუშაობაში ხარ პასიურ რეჟიმში თუ აქტიურ რეჟიმში არ აქვს მნიშვნელობა რა, მაგრამ ამითი ხარ დაკავებული და ბევრი ფაქტორია რა, ანუ პირველი ის რომ გადაფასება ბევრი რამის. აი ხა ბოლო 3 წელიწადში რამდენიც ნაფიქრი მაქვს, აი ბევრად უფრო ჯანსაღად და ეს ფხიზელ გონებაზე ხდება ხო გადაფასება ერთის ხო აი ნახე ერთის მხრივ ისეთი
რაღაცაა რომ აი თითქოს თან ფიქრობ რომ ეს ყველაფერი მანამდეც იცოდი. აი თქვა ბავშვობაში მიღებული ტრავმები, მშობლებთან ურთიერთობები, გარემოსთან ურთიერთობები, უბანი, ყველაფერი ეს თითქოს შენ იცოდი. რომ სად იყო პრობლემები, თქვა დამარხული, საიდან მოგდევს ეს იარები, რა არის მიზეშედეგობრივობა, მაგრამ ეს ადრეც მეგონა რომ გააზრებული მქონდა, მაგრამ ესე ჯანსაღად როგორც აი ჯანსაღად რაც გულისხმობს, იცი შედარებით უფრო მშვიდად, უფრო ობიექტურად, რა თქმა უნდა, ამაში ძალიან მეხმარება ანი რო არ ყოფილიყო, შეიძლება კიდე რაღაცა სხვა მართულებით წავსულიყავი, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ ისეთი განცდა მაქვს, რომ მეთქი რანაირად, აი თითქოს ვიცოდი ეს ყველაფერი რა არის გამოხდებოდა ჩემ ცხოვრებაში და რა იყო პრობლემის სათავე, მაგრამ ეხლა მგონია, რომ მართლა ვხდები და მაშინ ნაცნობად. შეიძლება გავიდეს 10 წელი და ამ პერიოდზე თქვა, რომ ჯერ სად ვიყავი და ეხლა ყველაზე მეტად გავაცნობიერე. ვერ ვიტყვი, უბრალოდ მე არ მინდა რომ აყურებელს არასდროს შთაბეჭდილება დაუტოვო, რას გულისხმობ. მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს ყველა ის გამოწვევა ჩემ ცხოვრებაში, რომელიც მე მინდოდა რომ გადალახული მაქვს. ყველაფერი არ დადის დალევამდე და რაღაც პრეპარატის მიღებამდე თუ რაღაც. ჯერ კიდევ ეხა აღარ მივლია უკვე ბოლო 6 თვეა თერაპევტთან, მაგრამ მასთან დავდიოდი, ხო? ანუ ჯერ კიდევ თქვათ ვერ ვარ ისე რომ აი ბოლომდე რაც მინდა რომ იყოს რა. ბოლომდე გაჯანსაღებული. ხო, გაჯანსაღებული ჯერ ვერ ვარ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კონცენტრირებული რას ლაპარაკობ და თან კიდე თავარია იცოდე, რომ რაღაცა საშიშროებები არსებობს. აუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაინც გარემოს რა, ანუ ოჯახს, დამოკიდებულებას, არ ვიცი, თუნდაც სწორად შერჩეულ სიტყვებს, სწორად შერჩეულ მიდგომას და ასე შემდეგ. ანის მინდა ვკითხო, ანი 2 შვილის დედა ხარ. რაღაც სრულიად ფანტასტიკური ბავშვები გყავთ, მინდა გითხრა ჯერ ერთი. გარდა ქალებს კიდე ცალკე გამოწვევა გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ მე 4 შვილის დედა ვარ და მახსოვს მაგალითად ყველა მშობიარობის შემდეგ მეც ვეჭიდავებოდი ჩემ თავს, ვებრძოდი ჩემ თავს და კიდევ კარგი ეს არის რაღაც ხანგრძლივი პროცესი ჩემ შემთხვევაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. ხო, მეც მქონდა, რა თქმა უნდა. კი, როგორ არა მეც, რასაც დეპრესიას მეორე ბავშვის მერე განსაკუთრებით მქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ის გვაქვს, რომ მე და ილოს ერთმანეთს ხან მე ვეკაჩები, ხან ის მეკაჩება და ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. ეგრე გამოვიდა. აი ხა რო ვუყურებ, აი რა დამეხმარა, რატო გადავდგე ეს ნაბიჯები, აი როგორ ავდექი, აი ეხა ვხვდები, აი ილო თავისი ქცევები რომ არა, როგორც მე ქცეოდა, როგორც იქცეოდა სახში, ალბათ ძალიან უკან ვიქნებოდი რა. და ძალიან დამეხმარა ილო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ხო დახმარება და შეიძლება თვითონ არც იცის ეს. მართლა. და ალბათ ეგ არის სიყვარული ალბათ რა. აი ეგ არის ალბათ ინსტინქტურად. ხო, აი არ ვიცი როგორ ნავხსნა ეს, მაგრამ აი რაღაცა არის, რომ გრძნობ რომ შენი საყვარელი ადამიანი ცუდად არის. და ყველაფერს ვცდილობ იმისთვის, რომ აი გამოიყვანო რა იქიდან. შენ შეიძლება ხერხები არ იცოდე, მაგრამ გამოგდის. ძალიან განსხვავებული ტემპერამენტი გაქვთ. ანი, როგორ ცხოვრობ ამ ბიჭთან? არიღლები? არა. არა, ხანდახან რომ დავიწყებ ლაპარაკს და გადავიხარ. ლაპარაკს უფრო ვიღლები, მართლა, ეს ძალიან მძიმეა. მე ვიღლები ამის სიმძიმით. არ არის ეგრე? რას ჭედავს? ყველას გონია, რომ აი თუმცა ძალიან მხიარული და ასეთი რაღაცა, მაგრამ ძალიან ძიმეა რეალურად. ანუ რაც არ უნდა ვიცანცარო სახში, ახლა ადრეც ეგრე იყო რა. მთელი ჩემი ის პერიოდი, როცა ადამიანებს ვეგონე, რომ აი სულ რაღაც უმაგრად, მე გულისხმობ აი სამეგობრო წრესთან, ახლობლებთან, მანამდეც კი, უფრო მანამდე სანამ ცნობადი გავხდებოდი და ცნობადობის პირველ 5 წელიწადში. ყველას ეგონა რომ აუ ყველგან დაკვეთა იყო, რომ ილო თუ მოვა, აი შეცოდეს გადაღება ვახსენეთ იქ რომ მივიდოდი, თუ ისი არ ვიყავი, რომ ესე თუ არ ვიყავი, ყველას რა გჭირს ხო კარგად ხარ? მე ვიხარ ბიჭო, კარგად ვარ, ხომ აქ უფლება რომ მეც ხანდახან არ ვიცანცარო და ვიყო ჩვეულებრივად. ამიტომ შეგუებული იყო ხალხი, მაგრამ მაგ დროს ადამიანები რაღაც რატომ როგორც მე ვერ ხვდები სხვაზე, შეიძლება ის ვერ ხვდებოდა, რომ შიგნით რაღაც ეს იუმორიც თავდაცვაა გარკვეულწილად. მე რომ უფრო სულ ეგრეა, მაგრამ რაღაცა პერიოდები არის რა, რომ თავდაცვაა რა. მანანას რო ვწერ ხოლმე, ყველას გონია რომ მაშინ კარგ ხარ. არა, მანანა იწერება მაშინ, როდესაც რაღაცა ჭირდება, რომ გამოვხატო. და სახშიც ესეთი ცანცარა არის?
ბავშვების გამო უწევს თუ რეალურად ესეთი იქნებოდა, არ ვიცი, მაგრამ ნუ აი ხანდახან კი, რა ვიცი, ცოტა ისეთი ვარ და ეს უფრო თბილია უფრო. თბილია, მძიმეა. სიმძიმე რაში გამოიხატება? აი არა ხარ, ბავშვებთან ხარ. როგორ აი სიმძიმე რა დილით რაღაც უნდა რაღაცნაირი დილა გათენდა ეს. აი მე გეტყვი რა, მე აგიცნი კარგად რას გულისხმობს. შუქი ჩააქრე იქ. იცი რას გულისხმობს? არა, აი შუქი ჩააქრე იქ რომ მითხრა, ჯერ ერთი ძალიან ანუ ხანახან შუქი ჩააქრე რომ მითხრა შეიძლება ავდგე და სიგარეტი მივაწოდო რა პირობითად ხვდები ეგეთი რაღაცეებით ეს რაღაცა გენეტიკური მაქვს რა ნახე როგორ შუქი ჩააქრო მოვიდა სიგარეტს მომცა ანუ აი სიგარეტი აღარ ვთქვა არ შეიძლება ხო ან ნახე მაგალითად მითხრა რომ შუქი ჩააქრე მე შეიძლება ამ დროს მივიდა და პორტოხალი მივაწოდო რა რას გულისხმობ იცი რა უცებ აი დაუფიქრებლად რა იქ რაღაცას უსმენ რაღაცას უყურებ და ანი არის ძალიან მოწესრიგებული ტიპი. ანი როცა გესაუბრება, ყოველთვის იცავს იმას, რომ შენი თქვი, მან თავისი თქვა. აი არიან ადამიანები, მას სხვანაირად აქვს ტვინი მოწყობილი. ანის ტვინი არასაჭირო ინფორმაციას იღებს ძალიან რთულად. მე უბრალოდ ძალიან უყვარვარ და ამიტომ რაღაცებს რომ ლაპარაკობ ხოლმე ხვდება რომ ხანდახან დაცლა მჭირდება და მისმენს. თუმცა ნათქვა მიცმაქ უკვე და მოსმენიც აქვს და იცის რას ვამბობ, მაგრამ ხვდება რომ მჭირდება, ამიტომ ითმენს ხოლმე. აი მაგალითს გეტყვი. აი მაგალითად რომ მითხას რომ რაღაცა ისა ამერიკაში იქ რაღაცა საახალწლო ნაძვის ხეს აკეთებენ და ისე ამერიკა რო ფიქრობ და ეხლა ვიწყებ და აი მარტივი რაღაცა მითხარ რომ ამერიკაში ახალი წელის მოდის და რაღაცა დიდი ნაძვის ხე გააკეთეს და მე ამას შევამოყოლო მთელი ფილოსოფიური თემა არ არსებობს თემა ერთი წამი რაზეც დაგვიწყეს საუბარი და არ გადავიდეს პოლიტიკას მართლა ხო ტრამპი აი ეგრევე რაღაც შევამჩნიე ამერიკა ამერიკი აი ამერიკა ტრამპის ამბებით მოცული არის არა მარტო ტრამპზე არ არის ნახე გლობალური რაღაცა ვიკა ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც შენ რაღაცაზე ამბობ და ლაპარაკობ და საუბრობ ის თემა ასე თუ ისე უნდა იცოდე ვითომეტეს როცა შენ ხარ რაღაცა ცნობადი სახე ან რაღაცას ამბობ და რაც უფრო მეც იგებ, მით უფრო მეტად დარწმუნებული ხარ იმაში, რაც ამბობ და ყოველთვის აღარ ლაპარაკობ მე. ცდილობ რომ ანუ მეც გაეცნო, იმიტომ რომ თუ ეს არ იცი გესმის, ხანდახან შეიძლება ძალიან კომიკურ სიტუაციაში ჩავარდე. ამიტომ ილო, შენ ხო ქონდა რაღაც პროექტი, კაცი რომელიც ლაპარაკობს. ხო და აი ეგ ვიგულისხმე წეღანანი აი კაცთან რომელიც სულ ლაპარაკობს როგორია ცხოვრება ქალისთვის რომელიც ვერ ვიტყოდი რომ დიდი მოსაუბრო და მოლაპარაკეა თუ პირიქით ეგ გავსებს აი შენ ეს ეგეთი ტიპები ვართ როგორც წარმოვიდგინე ხო და როგორცაც აი შენ რო ესეთი ტიპი ხარ რომ კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს და მე არა სულ ლაპარაკობს რა მაგრამ არა მე მგონია ესე რა ანუ საუბარი მიყვარს ლაპარაკი მიყვარს მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს რა როცა საუბრობ და ლაპარაკობ და რო გითხრა რომ მაგალითად მე და ანი გუშინ ახლა უბრალოდ მინდა გითხრა რომ მე და ანი გუშინ ჩვენი სახლიდან გადავედით მეზობელთან რომელიც იქვე ცხოვრობს აი ხუთ ისტორიას ჩააყვახებს ანი გეტყვის მაგას რომ გადავედით მეზობელთან მე გეტყვის მე ძალიან მიყვარს აი ეს ხო ეს ზუსტად გეტყვის მე გეტყვი რომ გამოვედით სახლიდან ჩვენ დაცვას მივესალმე ისეთ საერთოდ სხვათა შორის კახეთიდან არის იცი უი კახეთზე გამახსენდა რთველი რო არის წავიდე ხო და არა ხო და მე სად მიდიოდით ხო და მივდივართ მეზობელთან მე გზაში შევიარე კაცო ის ყიდვა მინდოდა რაღაც ის წვენის და როგორ გაძვირდა და ისე მაგაზე გამახსენდა ახალი ტარიფები რომელიც ამერიკამ დააწესა აი ანუ ერთი ბიჭო მაინტერესებს ანუ გამოხვედი სახლიდან და გადახვედი იქ და მე სანამ ამ მარტივ იმას ვიტყვი შიგნით იმდენს ვაქსო იმა როგორ გამომხედა რამდენმა ავტობუსმა ჩაიარა მძღოლმა შემომხედა ხელი ამიწია და ანუ ხო ხდები აი ძალიან დეტალებში ვიცი მე შენ არ გეშლება ნერვები თავიდან მეშლებოდა კი მაგრამ ეხლა რომ მივხვდი ანუ რომ მე მაზიანებს ეს ან ნერვი ხო მე მეშლება მე ვზიანდები ხვდები და მოდი აბა ჩემი თავი ჩემ თავს როგორ ვუშველო რომ ამას მე ვერ გადავაკეთებ ესეთი უნდა მივიღო ესეთი როგორიც არის და მოდი ჩემ თავში მოვძებდი რა პრობლემაა და აბა მოდი ეს სხვა რაღაცაზე კონცენტრირდეთ დავმშვიდდეთ აბა რამდენ ხანს შეგიძლია მშვიდად უსმინო და ოჩა ხანი დღეს 5 წუთი გაკაჩე და ამით პირიქით სტიმული მაქვს რომ აი მე და არის რაღაც თემა რაზეც ვერასოდეს ვერ შეთანხმდებით რაზეც ვერ თანხმდებით ვერასდროს არა მაგრამ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რაღაცაში მაგრამ არგუმენტები ყოველთვის გასაგებია ხომ ერთის ის და მეორეს
ესე ძალიან გვიყვარს საუბარი, ძალიან. ხო, დღეს ხო, რაც უნდა ესე სხვადასხვა შეხედულება გქონდეს რაღაც საკითხზე, პირიქით ძალიან გვიყვარს. გარემოს გააჩნია ხა ბავშვები თუ არიან ერთ ისტორიას როგორ ყვები, იცი რომ აი ანი გუშინი და ხო ეხლა წამოყვები და მე უნდა დაიმახსოვრო, მე უნდა გააგრძელო, მე კიდე ბავშვები იმასო, მე კიდე უნდა გააგრძელო და როცა ეგეთი ქაოტური სიტუაცია ოჯახში, ხო, რთულია საუბარი. მეგობრებიც რომ მოდიან ხოლმე 1 საათი ჩერდებიან, მე ვერ ახერხებ მათთან ბოლომდე საუბარს რა. ვერ კონტაქტებია. ხო და ჩხუბობთ ხოლმე? გვიჩხუბია რა თქმა უნდა. ხმაურიანად. ხმაურიანად ალბათ, ამის არის გამბეჭერმე კი. აი ჩვენი სხვაობა კიდე ტემპერამენტში ეგ არის. რომ მაგალითად ანისგან მე მაცოფებს ის რომ შეუძლია რომ იყოს ჩუმად, ანუ რანაირად, ანუ მე შვიდად, მე მეყვარს რა იმ შვიდად მე აი ავხსნათ რა, აი რა პრობლემაა, ხო? რა გვაწუხებს? აბა თქვი რა, არ მოგეწონა ჩემი, აი ესე რატო? ანუ სიმშვიდეში მინდა რომ მე ის გავიაზრო, რომ თუ რაღაცა გამოსასწორებელი მაქვს, გამოვასწორო. მე თუ ვთქვი რომ შენ გამოსასწორებელი, აი მინდა რომ აგიხსნა, გავაგებინო და აი ილოს რომ ოდნავ ხმის ხო ესეთია და აი როადის აი მან შენ უფრო ჩადიხარ მე როადის და ეს უფრო ადის ეს უფრო იკეტება ამას ნერვები ეშია აი როგორც ლოკოკინა შეყობს ხოლმე თავს აიგრე რომ შეყოს და მე კიდე ამის გამო ცოფტები რომ რატომ არ მელაპან რატო არ გვაქვს ის და ხონა გამოუშვეს და აი ეს მაგის და მე უკვე როგორ ვარ იცი რომ გავდივარ რაღაცას ვეტყვი ოთახში მე გავალ ის ისევ ჩუმატა მე შევალ რაღაცას ვეტყვი რომ იქნება ამყვეს თუ გირჩევნია რომ გამოხატოს და იჩხუბას ვიდრე ჩუმატი ყავს ამისი ჩხუბი არის მე არ მახსოვს ჩემი იცი რა არის ანუ ხო მე აი ნახე ეგ არის რა როცა ცხოვრობთ ერთად ანუ სულ ხო არ ხართ იმ მოუძე რაც იმ რეჟიმში რაც აი მე აი მაგალითად ყოფილა ისე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით როცა მე თვითონაც დავლაგდი ცოტა შიგნიდან აი ხვდები რა აწუხებს და რის გამო ჩხუბობს და ვიცი რა აი მე არაფერ შუაში არ ვარ და დაიცალოს მას სჭირდება ეს და ანუ არ ვეწინააღმდეგები რა, იმიტომ რომ მას სჭირდება. აუ რა მაგარია. ხო და მე შეგიძლია მე რო ცუდად ვიყავი, აი მეორე ბავშვის მერე ილოც ეგრე მეკცეოდა რა, ეხა რომ უკვირდები. არის და მეგობრობაა ის რაც ურთიერთობას ამყარებს. ხო, ანუ მეგობრობა რა, ანუ ხო. რა თქვენ ყოველთვის უნდა გქონდეთ სასაუბრო თემა. ნახე როგორი რაღაცა, აი მაგალითად. აი გარვიცი რა არის. აი როდესაც აი ფილმებში მინახავს ხოლმე ძალიან ბანალური სცენარი, ოჯახური კრიზისების, თენდება დილა და უბრალოდ ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან ადამიანები. არა, ჩვენც არა როგორ არა, ჩვენთან იქ შეიძლება ნაჩხუბარზე იყოს. არა, ეგ სიცარიელი არ არის. ეგ არის პირადი სივრცის პატივისცემაც არის. ანუ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში აი ბავშვები რა ბაღში არიან, ვიყოთ სახლში, მაგრამ საერთოდ არ ვაკონტაქტოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მე ჩემ რაღაცაში ვიყო, ის თავის რაღაცაში იყოს. და მე ამაში პრობლემას არ ვხედავ. და არ ვთვლი რომ ეს რაღაცა კრიზისია ან რაღაცა, იმიტომ რომ რავი, მეორე დღეს შეიძლება ღამე გავათენოთ საუბარში. ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვანი არის ურთიერთობის გახანგრძლივებისთვის, როცა აძლევ შენს პარტნიორს, შენს შეყვარებულს, მეუღლეს თუ ცოლს თუ ქმარს შესაძლებლობას დაიტოვოს თავის პირადი სივრცე. ხო, აკადრეცა ფიზიკურად ერთად არ ვართ, მე პირადად ძალიან ცუდად ვხდები. ძალიან არ შემიძლია. აი მაგალითად 3 დღე გადაება ეს ისე რომ დილიდან საღამომდე ილო სახლში არ არის. ანუ მე всё, მე დეპრესიაში ვარ უკვე. ხო, არ შემიძლია. და რომ აი მე მესეგრო ახლა ერთხელ მშობლებთან დარჩნენ ბავშვები და ანი და მე დავრჩი, ანუ მე იქ ვერ დავრჩებოდი, წამოვედი სახლში რა და დავედიეთ და აუ იცი რა არის? აი თითქოს სხვა სახლში ვიყავი. აი რო არ არის, ნუ ერთ-ერთი უბრალოდ აი ეს ჩვენ ფოტოები, ბავშვის ნივთები, იქ რაღაცა, აი ეგ კიდე იმათ, თორე სხვა შემთხვევაში აი ცარიელია თითქოს ცივია რა. ან ფიზიკური ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი ერთად რა ვარ თითქოს აი ფაზლები რო აიღო, თითქოს ერთი მთლიანი ხდება რა. აი როგორც მეხუთე ელემენტში რო ლილუა შუაში და აქ ელემენტები აი დაახლოებით, ხო, ეგრე ხარ. აი ბავშვებიც რო გამომყავს ბაღიდან, რო გამოგყავს ხოლმე ერთად, აი მაშინ ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ შევივსე, რაღაც მაკლებ და შევივსეთ რა ერთს. აი როგორც ბები ამობს ხოლმე უმცროსი.
ერთად ვართ. ხო, ერთად ვართ. და ესე ახლა. როგორი არის თქვენი ეს გადანაწილება როლების? სამწუხაროდ აქამდე ეხლა ცოტა ტენდენცია შეიცვალა, მაგრამ აქამდე მამები ვერ იყვნენ ბავშვის აღზრდაში ჩართულები. რაც ეხლა შეიცვალა და ესე გამიგია ხოლმე. და ერთხელ ხამე გაიღვიძა მამამ და ბავშვი თუ საფენი გამოუცვალა, ითვლება რომ და კაია. ითვლებოდა ხო, ეხლა აღარ არის მასე, მაგრამ თუმცა იცი რა არის? მე მინახავს მამები რომ ბევრად უვლიან და ჩართულები არიან ბავშვის აღზრდაში, ვიდრე დედები, ეგეც მინახავს. მაგრამ ილო შემთხვევაში რა ვთქვა, მე ვფიქრობ ჩემი შეხედულებით, რომ არის ძალიან კარგი მამა. აი თავისი ყველაფრით, აი ძალიან კარგი. ერთადერთი ის პრობლემა მქონდა ხოლმე, რომ აი მაგალითად ორივე ბავშვი რომ დავუტოვო ხო გარესივრცეში. აი მაგის მეშინოდა ხოლმე, მაგრამ ეგეც ნელ-ნელა იმას ვქენი. იმიტომ რომ კონცენტრაციის პრობლემები აქვს. ხო, რომ ხვდები. აი ერთადერთი ეგ მაწუხებდა ხოლმე. მეყინა ხელები. ხო, ნახე, როგორ ზრუნავს. ეს დადგმული არის. მე ბიოდენები მაგას თბები ხოლმე. სამკურნალო თვისებები. ხო. გიბოც მისი ენერგეტიკა. ისე მაგრამ თბილი მაგრამ რომ კიდო ხელით ძირითადად თბილი. და შენს უკაყინული გაქვს ხელი? ხო, სისხლი არ მომეცრა. როგორი იდეალური ყველაფერში ვახსენებთ ერთმანეთს. ილოს ცხელი ხელებია, განის გაყინული და რა ხდება მაგ დროს? მინუსი პლუსი. ასე ასულდგმულებენ. მსმენია ხოლმე რომ სერიალის გმირებს საყვედურობდნენ რომ აი ჩარჩა როლში ან როლმა რაღაცნაირად შეცვალა ის არა ზოგადად ნუ არის ეს ჩელენჯი ეს გამოწვევა არის ასე ვთქვათ რა ეხლა მე არ მქონია იმდენი როლები რომ თქვა რომ ერთადერთი არის რომ თქვა შაგურა ხან დიდხანს მიდედა მე ნახე მე არ ვარ ეს რომ შაგუებდი ხოლმე რეალურ ცხოვრებაში მე ხო არ ვარ თქვა პროფესიით სახიობი, რომელმაც თქვა 10 წლის განმავლობაში ითამაშა 14 ფილმში, ან პირობითად 5 ფილმში. ხო? ანუ მე არ ვარ ეგ სახიობი. მე ვარ უბრალოდ რომელმაც ЧЦД-ზე იმუშავა დიდხანს. ერთი და იგივე როლი, აკეთა დიდხანს სხვადასხვა სიტუაციებში, ბევრჯერ საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად რაღაც არ მომეწონა, ანი მეხმარებოდა ყოველთვის ერთი რაც კიდევ ერთი რაც აი ძალიან მიყვარს, ანიში არის ძალიან პირდაპირ ადამიანი, ძალიან გულწრფელი, როცა ვამბობდი თავი და რატომ შემიყვარდა, ერთ-ერთი ეგ იყო, რომ აი ძალიან ნაღდი რა და ეს ხელოვნურობა და რაღაცები არც საკუთარ თავში მომწონები არასდროს და არც სხვაში. მისი ეს ნამდვილობა და ნაღდობა რა ძალიან მომწონდა რა და ყოველთვის ეხლაც რაღაცაზე პირდაპირაც უთქვავს რომ აუ რა უნიჭო ხარ რა არის ეს რაღაცა ცოტა მიდექი მოდექი ერთხელ თქვა ეგეთი ფრაზით მაგრამ ყოველთვის პირველი ვინც ყველაზე მეტად კრიტიკული არის ან იმიტომ რომ მე მისთვის ნათქვამიც მაქვს მე შეიძლება მაინც გავბრაზდე რომ გამაკრიტიკებს მაგრამ მე რომ შვიდდები პირიქით მიხარია მაგრამ იმ წუთას ჭედა იმ წუთას შეიძლება ვეკამათო და მე ან წამოვაძახო თუ გაღიზიანებული ვარ რაღაცა მაგრამ მაინც ყოველთვის მეხმარება ეგ იმიტომ რომ აბა ერთ რაღაცას ვკითხავ რა შენ თუ გახსოვს ყველაზე მეტად შენი რომელი სცენა მომეწონა და რო გითხარი რომ მე საქართველოში ესეთი შესრულება აი ესეთი შეფასება არ მინახავს თქო დეჩიკას ჩემი დედა ჩემი რო ჩამოდის თუ აეროპორტში ვარ ანუ მეთქი მარტო უარყოფით ვარ და ამახსოვდა მე უნდა ვნახო რომელია არაფერი ისეთი ხო აი არაფერი ისეთი უბრალოდ ეს თეორია ისეთი რაღაცა აქვს გაკეთებული დედა ჩემი ჩამოდის ვითომ ანუ ჩიკას დედა ანუ ანის ჩირაძის დედა ცხოვრებაში ვინც არის ის თამაშობდა შაგუს დედას და სცენაა რომ აეროპორტში უნდა დავხვდე დედა ჩემს და მარტო რაღაცა გავბავშვდივით თუ რაღაცა მეც მომეწონა არის ცოტა ყარს ქალაქი ძუნძგლის უნია ზოგადად რა გავლენა აქვს მსახიობის ცხოვრებაში პერსონაჟს და როლს შეიძლება რომ იმდენად შეიჭრა როლში რომ რაღაცა იცი რა არის აი ცოტა ცუდი ნათქვამი არის რა აი როლში შეიჭრა და ცოტა ისეთი არა საღადაო არის რომ როლში ჩარჩა თუ რაღაც მაგრამ ეს რატო ხდება როცა როლზე მუშაობ მარტო ამაზე ფიქრობ, მარტო ამაზე მუშაობ, შენ შეიძლება გელაპარაკებოდე, მაგრამ მე ვფიქრობდი იმ პერსონაჟის აწყობაზე, ანუ როგორია, რა თვისებები აქვს, როგორი ხასიათი აქვს და ინუსხები ამით.
ანუ შენ ცხოვრებაში დიდ დროს იკავებს, ხვდები? მთლიანად იმაში ხარ, ენერგეტიკულად ხარ, ანუ ენერგიას დებ იქ. და გინდა არ გინდა ეს მე მოქმედებს შენზე, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს ცოტა ცუდად არის ნათქვამი, რომ აი როლში ჩარჩა თუ რაღაც რა. და ილოსთან ერთად გითამაშია ჩცდ-ში, მე რაც ვიცი, რაღაცები შეიძლება არ ვიცი. ეს კომფორტის ზონა არის. როცა მისთვის ვერ იქნება, მე მეგავცემ და მე შენ ნახე. მისთვის ეგ ვერ იქნებოდა კომფორტული ზონა 1-2 სცენის გარდა. ხო? იმიტომ რომ ნახე რა განსხვავებაა ტიპაჟსა, რომელიც მე ვიყავი და მართლა მსახიობს შორის. იქ არის ტექნიკის ამბავი. ანი არის უფრო ემოციური მსახიობი, არის ძალიან მოწესრიგებული ადამიანი. მისთვის ყოველი დიალოგი უნდა იყოს ისე რაღაცა რიტმში ჩასმული, დამაჯერებელი იყოს, ხო, თქვა და 1000 ფაქტორია. ეხლა დამაჯერებლობა და რაღაცა რომ კარგად გავაკეთო, ეგ მეც არ არის დისკომფორტი. მე სხვა რამეს მე არ ვამბობ, რომ ქონდა, მე გეუბნები რატო შეიძლებოდა რომ ქონოდა რა, რომ მაგალითად მე ეს უფრო მეუნებოდა რომ წინა დღისით მოდი კარგად გავიაროთ, უფრო მუშაობდა იმაზე რომ ეს ხაზი კარგად წასულიყო. მე შეიძლება იმიტომ რომ ჩცდ-ში მანამდე კაი ხანი თამაშობდი, ისეთი იმით ვეღარ უდგებოდი რა და ის შემოდიოდა, გაიგე? ამიტომ ზოგადადაც ეგრეა რომ ანუ ანის უფრო ხო, აი უფრო როგორც სახიობი ისე უდგებოდა და მე ხანდახან შეიძლება უკვე იმის გამო რომ მართლა უკვე 4 წელი ჩცდ-ში ვიყავი, ისე არ იმაშვრებოდა. ერთადერთი და შენთვის როგორი იყო? კარგი იყო, ანუ დადებითად მახსენდება, ეხლა რომ ფიქრობ, დადებითად მახსენდება. აი, აფთიაქის სცენა დღემდე სასიამოვნოც იყო გადაღებული. ეხლა რომ ვუყურებ რაღაც სცენებს, აი გიჟდები ჩვენს რამდენიმე სცენაზე, აი ძალიან მომწონს. განსაკუთრებით აფთიაქის. ხო, აი აფთიაქის პირველიც და მე რო აღარ ვიყავი და კიდე რო გავჩნდა, ეგეც პირველი აფთიაქის სცენა და გიჟდები. ჩვენი ბარათი გააქვთ, თან გულების აქცია გვაქვს. ბოდიში, მაგრამ არ მაქვს და არც მექნება. რატო? ამიტომ ეგეთი ხოში მაქვს. და ისე აი რა მაინტერესებს იცი? ძალიან. აი მომეცა ამის შესაძლებლობა. როდესაც უყურებ შენს საყვარელ ადამიანს, რომელიც თამაშობს ფილმში, შეყვარებულს სხვა მსახიობთან, რა ხდება მარტოს? ეჭვიანობა არის? ჩემი მხრიდან იყო. ნახე. კი, აღარ და ეს ჩცდ-ს არ ეხება. ხო, ჩცდ-ზე არ ეხება. მაგრამ იყო. აი მე გეტყვი. აი ანუ არ არის მაინც კომფორტული სანახავი. იცი რა არის, ესეც შეიძლება იმიტომ რომ მომხმარებელი იყო. აი რაღაცებში ნდობა არ მქონდა რა. თორე ეხა რო იყოს, რომ აი ეხა ითამაშოს სადმე შეყვარებული, არ ვიცი რა რეაქცია მექნება წინასწარ, მაგრამ შეიძლება არ მქონდეს ის რეაქცია, რაც მაშინ. იმიტომ რომ მაშინ ბევრ რაღაცას იწვევდა რა, აი ეს დამოკიდებული, ხო, ადამიანი. და შენ რო ნახვანი როლში, სადაც თამაშობს თავდავიწყებით შეყვარებულ ქალს. იცი რა არის? არც მიმიშვებს იქა. არა, მაინც. მართლა? ერთი წამი რას არ მიგიშვა. ოღონდ ანუ ისე კი არა, რომ არა. არა, უბრალოდ აი ისე მოიქცევა, რომ არ მიმიშვ. ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, მაგალითად საქართველოში ყოფილან სახიობებიც კი მარტო ტიპაჟები კი არა, რომელიც იძახიან, რომ აი მაგალითად მე შნირს არ ვითამა, აი არ მინდა, თუ რაღაც ეხამუშებად ხვდები, ან მაგალითად რაღაცა ჩცდ-შიც კი ყოფილა, რაღაცა დიალოგი გვაქვს და უთქვავს ერთ-ერთ სახიობს, რომ აუ ეს მე არ მითხრა შაგუნდა. რანაირად შაგუს ტიპაჟი ეხა შეიძინებოდა და იტყო და აუ არა მე გენაცვალე უბანში ვარ გამოსასვლელი. ეგ ეხა თქვა გოგომ, რომელიც თქვა უფრო ტიპაჟი იყო, მაგრამ ამავე დროს იყვნენ სახიობები, რომლებსაც ეს მუღამი და ჩაჭერა ქონდათ, რომ აი აუ ესე როცა სცენარი გაგვივლია, შემიტყვია, რომ იმიტომ კი არ ამბობს ამ შენიშვნას, რომ უბრალოდ უკეთესი გამოვიდეს როლი. არა, იმიტომ ამბობდა, რომ არ უნდოდა, რომ რაღაცა თითქოს ბანძი ტიპი არ გამოჩნდა და მაინც ეს რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თეატრალური გაგდამთავრებულ მსახიობი ხარ, სადღაც ერჩივნა, რომ განგსტერი ეთამაშა, ვიდრე განგსტერი შნირი თქვა და ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და გაუგებარი. პირიქით, შენ მსახიობი ხარ, შენთვის ვიღაცა იქ ისე ბარიგა ითამაშა, ახლა გომიაშვილი ბარიგას თამაშობდა და კაც უნიტაში ჩააყოფინა ვიღაცამ თავის სცენის დროს, რომ შენი ბარიგა ჩვენ როცა გვესმის ახლა რამდენი ისტორია გინა ჰოლივუდში რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტმა გაიცნეს ერთმანეთის სეტზე და მერე ეს გადაიზარდა რაღაცაში ხო იქ სადღაც რაღაც მოხდა გადაიზარდა იმაში ეხლა შეხედე რა თქმა უნდა ეგოსპონტია ადამიანებს გვაქვს ეს მესაკუთრეობრივი რაღაცები და სადღაც რისკებს ხედავთ და ვფიქრობთ რომ ბიჭო ისე არ დაახლოვდნენ მერე რომ იქ მართლა რამე არ დაიწყოს თუ რაღაცა ამაზე ამას პირდაპირ შეიძლება ვერ ამბობ მაგრამ შენში განცდის დონეზე რჩება მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ამ განცდას
იცდას ბოლომდე უნდა გაყვედა რაღაცა რა. შეიძლება შენ მომისმინე არა. შენ არა პირდაპირ გეუბნებოდა. ნახე, მე შეიძლება არ მესიამოვნოს, მაგრამ მე ერთი წამითაც არ მაკუფლება, რომ ანის აუკრძალო რაღაცა, იმიტომ რომ ჩემ თავს ვეცებ პატივს, თელი ცხოვრება მაგაზე ვხადაობდი, რომ როცა ადამიანი გიყვარს და როცა შენი რაღაცა ქმედება შეიძლება არ ისიამოვნოს, უკვე ფიქრობ რა და ფიქრს იწყებ, ითვალისწინებ, რა ვქნა და ეგ უკვე ძალიან ცუდია. მე მაგალითად მომავალში თუ ეგეთი რაღაცა შემთხვევა მექნებოდა, ალბათ დავიწყებ ფიქრს, რომ ანუ რას ვიზავ თუ დავინახავ, რომ ანის რაღაცა თვითონ ძალიან უნდა და რაღაცა ღირებულის ნაწილი უნდა იყოს და გააკეთოს, მაშინ იმ სიყვარულის დედაცვატირა, სადაც ერთი სცენის გამო შეიძლება ოჯახი დაინგრეს რა. ანუ ითამაშოს ვინმე მახინჯ კაცთან, რა პრობლემაა? ანუ ძალიან მაგარი სცენარია. ძალიან მაგარი რეჟისორია, აი ჰოლივუდის ტოლფასი კინოა. და ჩამოსულია რა, აი ბრედ პიტია რა. და ანი უნდა ითამაშოს შეყვარებული ქალი. ითამაშოს. ჩემთვის შეიძლება მართლა იყოს უსიამოვნო, სადაც წავიეჭვიანებ კიდევაც, სადაც სეტზე ავადგები ერთი რომ ნახო რა ხდება, იქ როგორ მიდის ყველაფერი, მაგრამ მომისმინეთ ჩემთვის ის უფრო დისკომფორტი იქნება, რასაც მთელი ცხოვრება ვაწვევოდი, რომ აი ესე ამას არ ვითამაშებ, იმას არ ვითამაშებ, ესე არა და ის ბანძი, არა, შენ როგორ ბიჭოტო, შენ თვითონ სამსახიობო გამოცდილება გაქვს, ანუ მიგაჩნია რომ ეს, მაშინ რამდენი როლი არ გვექნებოდა. ანუ იცი როგორ ვიღაცას ოჯახი მაგის გამო დაინგრეს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი რატო აჩამაითა. ორივესთვის იქნება არასასიამოვნო, თუმცა არც ერთს და არც მეორეს, არც არავის უფლება არ აქვს, რომ შეზღუდოს, მაგრამ იმის თქმის უფლება გვაქვს, რომ მე არ მესიამოვნება. ყველაზე სასიამოვნო როლი, რომელიც გქონია, რა იყო? ეკრანზე ხელოვნური სუნთქვა რომის არდადაგები და თეატრში იცი როგორი რაღაც იყო ერთი სპექტაკლი მიყვარდა განსაკუთრებით პარტახი ერქვა და კიდე იყო ერთი twin-ers თამაშობდი რომელიც ძალიან არ მიყვარდა აი მეზისხებოდა და ნაძალადევად თამაშობდი და ნუ იყო იმდენჯერ ვითამაშეთ რომ აი აქ მქონდა და ერთ დღესაც რაღაც მოხდა და შემიყვარდა ისე რომ გავგიშდი ამ სპექტაკლს. აი ხო, არ ვიცი, მინდოდა რომ აი სულ ეს მეთამაშე, ეგეც დავიჭირე რა. და არ ვიცი რომელი უფრო. გინდა ხოლმე ხანდახან შაგუ იყო და ბევრი ფული ქონდეს და პახმელიაზე არამელში ხერთვას ჭამდა. რა თქმა უნდა. და უბრალოდ დეპრესია ქონდეს. შაგუსნაირი ტიპაჟი ხა ტიპი ვიყო როგორც შაგუ და ეგრე უყურებდეს გინდა ქალს, გინდა იმას, გინდა მას ეგ არ ვარ ეგ უბრალოდ თორე იმას კი არ ვამბობ რაღაც. მაგრამ საერთოდ როგორ არის იცი როცა მსახიობი თამაშობ შენ რა როლსაც თამაშობ ის უნდა გიყვარდეს სადღაც მაინც რაღაც სენტიმენტები უნდა ქონდეს ბიჭო კი რატო იცი რაში მიყვარს გეტყვი რა აი ძალიან განსაკუთრებით იმის გამო შემიყვარდა რომ ქეთიმ რომ აი აზამასცევას ხაზი ფსიქოლოგის რო შემოიყვანა და იქ რო შაგუ უფრო ბებიას იხსენებს და თვალები უწყნიანდება და სენტიმენტალური ხდება და აი ეს ქალთანაც ამ აზამასცევას და როგორი დამოკიდებულება цагთან ცხოვრებაში საყვარელი ქალია და ანუ კი გიყვარს რატო იცი? აი მაგალითად მსახიობი თამაშობს მანიაკს. თუ იმ მსახიობმა მანიაკის ცხოვრება არ შეისწავლა, მისი ბავშვობის ტრამვები, რა გახდა მიზეზი იმისი, რომ გახდა ეგეთი სოციოპატი, ან რა იყო მიზეზი და მე შენ უკვე ესე მარტივად აღარ განიკითხავ, როგორც რაღაცა საინფორმაციო გამოშვებაში რაღაცა უბედურება ნახე. ანუ მე იწყებ გაგებას თუ რატო დაემართა ამ პერსონაჟს ეს. ხვდები რომ როდესაც ისიც იყო უმანკო ბავშვი, რომელიც დარბოდა და ხტოდა და არაფერი ეგეთი ნიშანი არ ქონდა, მაგრამ ცხოვრებამ და საზოგადოებამ და სოციუმმა გააბოროტეს, ხო? და ამიტომ შენ მისი საწყისები გიყვარს, როგორც ადამიანი გიყვარს, მაგრამ რა თქმა უნდა შენთვის არ არის მისაღები ის რა შედეგამდეც მივიდა და რეებიც გააკეთა. ესე მარტო უბრალოდ აი მე კიდოს როლი ეგრე და მე ეგრე უყურებ. ანი ბავშვებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? კაცრი დედა ხარ? კაცრი ვარ. მე ამ გონია რომ კაცრია, მაგრამ იცი, აი ჩემს მკაცრებაში გამოიხატებოდეს რაღაცას რომ ვათქმევინებ რა რაღაცას რო იტყვი, რაღაცას რო შევთანხმდებით. თან ძალიან პატარები ის უნდა გააკეთოს. დამხელები არიან რა 5 და 3. მე გეტყვი რა სიმკაცრეზე, მე არ მგონია რომ ani კაცრია, ჩვენ ორივენი საკმაოდ ისეთი ვერ ვიტყვი, ან მე ზედმეტად რბილი ვარ, ჩემ ფონზე შეიძლება გამოჩნდეს ვინმესთვის კაცრი, მაგრამ ani ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებს რა, იცი, აი რაც კიდე რა დედობაში რაც მომწონს, რომ ნახე მას
ჩვენ გვისაუბრი ამაზე ყოველთვის და თეორიულად მეც მან დავა უბრალოდ პრაქტიკაში ყოველთვის ვერ ახერხებ, იმიტომ რომ მაინც უჭუ-პუჭუ მემართება და მას აქ რა იცი რომ ჩვენ გვინდა რომ ბავშვები ისე გავზარდოთ რომ რამე რო იყოს ცხოვრებაში არაფრისგან დაზღვეული არ ხარ და თქვათ მოუწიოთ დამოუკიდებლად რაღაცების კეთება ბრინჯივით არ დაიბნენ და ჩვენ რაღაცა მეგზურები ვიყოთ მათი და ეს კომპასები რომელიც მე განათვლენ მაგას ძალიან თხოვს ხვდები რომ პირობა ხო თქვი ჯერი შეასრულე შენი პირობა დააფასე მეტად შენი სიტყვა ამებზე ეს უფრო უმახვილებს ყურადღებას რომ უფრო მკაცრი იყოს მე უფრო რბილი ვარ და აი რაღაცა და შენ ყავს შეხარ 4 შვილის მამა და ყავს 2 გოგო 2 ბიჭი 2 გოგო როგორი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან ბავშვებს გოგო ხო ასაკობრივი ისეთ რაღაცა მე აი მაგალითისთვის ჩემი შვილი ჯერი და სემიც კი რა ბებიც კი როგორ არიან იცი აი ერთი სამის არის მეორე ხუთის მაგრამ ერთს უკვე თავის ინტერესები აქვს მეორეს თავის ინტერესები აქვს და აქ კიდე ეხა სპეციფიური სიტუაციაც არის ხო თქვათ ამ შემთხვევაში ერთად არ ცხოვრობთ ყველა და მოდიან ხოლმე ხან და ისე განსხვავდება მამობა მამა რამდენი გოგო მამა და ბიჭი არა რამდენი წლის იყავი მამა რო გახდი 27 და ეხლა იმ დროინდელი მამა და ამ დროინდელი მამა. იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანი ხარ და როგორ არ იქნება განსხვავება. აქ იმაზე არ არის მარტო რაღაცაზე იყავი დამოკიდებული თუ არა. გამოუცდელი ხარ. რამდენი წლისაა შენი უფროს გოგო? 16-ის. და შემდეგ 13-ის. 13-ის. მე 5, მე 3. 5 და ხო და დიდი სხვაობები ვარ ეგ მოქმედებს. მაგრამ აი პატარა მაგალითად ჩვენი ბებე რა ევაზე იყო, აი შეთხლეშილი პირდაპირ გაგებით. ანუ უნდა და მისი ხათრით შეიძლება ძილის, ანუ რაღაცა კბილი თუ ტკივა დაელია წამალი, თუ ევას ეს სიამონება მაშინ შევჭამ და რა არა და რო გითხარო ესე ხშირი ურთიერთობა ქონათ და აი მეგობრობდნენ და რამე არა, მაგრამ აი ესე პატარა პირველად რო ნახა იმის მერე შეუყვარდა. ძალიან მიყვარს ეს ნაწილი ჩემი გადაცემის, როცა ჩემი საყვარელი და ძვირფასი PSP-ს საჩუქრები უნდა გადმოგცეთ თქვენ და ყველა ჩემს სტუმარს PSP უგზავნის საჩუქარს. ჩვენ მაგიტომ მოვედით, რომ ვიცით, რომ რაღაცა უნდა გაჩუქებინა. ძალიან მიყვარს, ძალიან ისა არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ტიპის ყურადღება, წინა საახალწლო და თან რა მიყვარს, იცი, PSP-ს აქვს ძალიან კარგი სასაჩუქრე ნაკრებები. ეხლა ახალი წელი მოდის. და აი სასაჩუქრე ნაკრებები რა თქმა უნდა კარგია რო არ არჩიო იქ რა უნდა იქ როგორი ის რა ქვია ყველაფერი უკვე აწყობილია რუტინაში ჩამჯდარი ან იმიცი კი ბატონო აი რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ეს მაგალითად ეხლა ვუყურებ ალგოლოჟის ჩემი საყვარელი ბრენდია ალგოლოჟის სასაჩუქრე ნაკრებს რომელიც გადაეცემა ანის ფანტასტიკური ბრენდია ეს თავისი საცხი შრატი და თვალის კრემი ჩემთვის კი ფრანგული ბრენდია მოიცა შენთვისაც არის კაცო ეგრე კი არ არის მომეცი მადლობა Aquabreeze ეს არის მის შას მე მგონი სწორედ ვამბობ მის შას ბრენდი ეს შენთვის ჩემო კარგო ესეც სასაჩუქრე მის შას ბრენდია და რა მიშას ბრენდია მე შარი არ მოგვიყვება მის შას ბრენდია და ეს მართლა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია კორეული კოსმეტიკის მარგალიტი და მიყვარს ძალიან და PSP-ს უდიდესი მადლობა იმიტომ რომ ყოველთვის გვაძლევს და გვანებივრებს ფანტასტიკური საჩუქრებით ახალი წელი მოდის და უამრავი სასაჩუქრე ნაკრები შეგიძლიათ სხვადასხვა ბრენდის შეიძინოთ PSP-ში. მადლობა PSP-ს. ვინ უფრო ეჭვიანია? ვინ რიგდება პირველი ჩხუბის შემდეგ? ვინ უფრო მზრუნველია? ვინ უფრო ლამაზია? ვინ უფრო პასუხისმგებლიანი მშობელია? ვინ უფრო კონფლიქტურია? ვინ უფრო ბევრს ლაპარაკობს? ვინ უფრო კარგი მსახიობია? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენს ოჯახში? ვის უფრო მეტად უყვარს? დანა ვინ უფრო მხარჯველია? ვინ აუხსნა პირველად სიყვარული? ვაიმე არაფერს წამოგიხია გოგო ნივთები
რა ნივთები? რაღაცა რუბრიკა მითხარ, რამე ნივთები წამოიღო და არაფერი წამოიღე. რა ნივთები და წამოგე? როგორ? ადრე 2 დღის წინ რა მახსოვდა. ნივთები უნდა წამოგვეღო სახლი და რამე რომ მოგიგონო ახლა ვითომ წამოგვეღია და მე მაგაზე ისტორია ავაწყო. ანუ რა წავიდე მაშინ. ამოიღე. ანუ რა მინდა ახლა რომ თქვა? არა, ჩვენ მოყევი, რომ უბრალოდ გაიგონე. აი, როგორ ვიცმედი მთელი დღე რომ სანამ აქ მოვიდოდით, რომ აბა ილო, აი მე კითხარ, აბა რა შეიძლება რომ წავიღოთ? აი, ლაპარაკის კი არ მქონია რა და აი მთელი გზა ველოდებოდი ამისა, იქნებ გაახსენდეს და არ გაახსენდა რა თქმა უნდა. ანიმ ეს ნივთები ახლა რატო წამოიღო და როგორ გაიგო ამის შესახებ? მე და ილო საუბრობდით და მან გაიგონა და მიხვდა ჩვენი საუბრიდან რომ რაღაც მნიშვნელოვანი იყო ეს. ან ილოს არც უთქვამს. აგერ აი პასუხი იმაზე, რაზეც მანამდე საუბრობდით. შევსებასაც შეიძლება. მაგრამ კაი გულის ბიჭია მეგობრებო. თუ რაღაცა მე ამის იმედი არ უნდა მე ვიქნები მის გვერდში. კაი, მითხარი. გაჩვენო. ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი სამწუხაროდ. არც იცის ხო რადავს? არა. ეგენი არ არის. ხო, ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი სამწუხაროდ აღარ გვაქვს. სადღაც დაიკარგა. ხელი რომ მოვაწერეთ, გახსოვს იქ ჩვენს კაფეში. ეგ იყო ჩვენი ყველაზე ოღონ ხელი მოვაწერეთ, ზარების ხმა იყო. ზარების ხმა იყო და ჩვენს კაფეში ხო, ვერ მოგახსოვს შემიცოდი მეთქი და კაფეში არ ამერიკა. მას ვატარებდი სულ საფულეში და ის საფულე დავკარგა და გაყვა ეგ. ჩვენი ქორწილი იყო ეგ ზარები ეკლესიის და მე პუსტბაზე ეს არის მოკლედ რაღაცები ვაჩუქე დაბადების დღეზე და ხო ეს არის ჩვენი საყვარელი ნახატი და ნახატი ვერ ვიყიდე იმიტომ რომ უკვე გაყიდული იყო და ნუ რაღაცა სხვადასხვა რაღაცები ვიყიდე და აქ წერია ამას არ წავიკითხავ ანუ აი ეს ნახატი არის ჩვენთვის ძვირფასი ნეტა თუ გვიყურებს ავტორი იქნებ დახატოს ასეთი სიყვარულის ისტორიის გამო აი ეს ილოსთვის შებაბს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ვიყიდებ პარიზში, როცა ერთად ვიყავით და ძალიან კარგი თავგადასავალი და კარგი გამოცდილება დავაგროვეთ იქ და ბევრ რაღაცას მახსენებს, ცუდსაც და კარგსაც. და ამიტომ უფრო მიყვარს რა. განსაკუთრებულია და ეს ხო აქ არის ილოს ნაჩუქარი ისინი ყვავილები ის ეჩა მახსოვს მაიდანზე ვიყიდე მაიდანზე ეჩა დედა მაიდანზე მე რეალურად მაიდანზე იყო ეს წდება არა მოვიგებ ეჩა და ეს რომ პირველად მან გაიგო რომ მე მის ნაჩუქარ ყვავილებს ვინახავ ესე თითოს ისეთი რეაქცია მქონდა რომ ანუ ვერ დაიჭერა და მე მგონი მაშინ მიხვდა რომ მე მართლა მიყვარს და რაღაც აღმოჩენა იყო რომ ანუ მართლა ესე იგი გიყვარვარ ხო თქოს დასტური იყო მისთვის თან ყველაზე მაგარი წინაპირობა რა იყო იცი რომ სანამ მეტყოდა მაგაბოს რა მანქანაში ვზივარ და რაღაცაზე ვეწუწუნები რომ აი მგონი მეთქი რავი აბა გააკ ჩემს მიმართ ემოციები გააკ იქნება ეს არის და რაღაცა იჭვები და ისინია და მე მეუბნება რომ კი არ ხარო ღირსი ხა ის რო განახო მაგრამო და ფოტო გადავიღო და მანახა ეს რა და ხო აი მაშინ ჩემთვის ის იყო რა რომ ანუ მეთქი ვა გაგისწორდა ხო რა თქმა უნდა ძალიან რაღაც მომეშო და ვიგზენი რომ ესე იგი მარტო ჩემში არ ხდება ეგ ყველაფერი და მისგანაც ეს მოდის და ეგ იმიტომ კი არ იყო რომ ეს რაღაც გზნობა განცდა იმისი რომ ჩემგან უფრო მეტია იმ თქვათ სიყვარული და რაღაც იქიდან გამომდინარე კი არ მოდიოდა რომ ჩემი დაკვირვების შედეგი იყო ან რაიმე სიმართლესთან ახლოს იყო მაგრამ წარსულში რაღაცა ტრამვები შიშები ფიქრობ რომ მე დამოკიდებული ვარ ესე გაბაზრებული მაქვს ყველა მიცის ყველა ისა და ვის უნდა ეხა თავის ცხოვრების დაკავშირება და სერიოზული ურთიერთობები ისე მე რაც მე მინდოდა ხო სერიოზული ურთიერთობები ადამიანთან რომელსაც 1000 რამე შეგიძლია გაიგო ეხა პატარა ქალაქია და შეხარ ძალიან კარგი ხო მაგრამ მე გეუბნები ჩემ განცდებს იმ დროს რა იყო თორე და დარწმუნებული ვარ რომ აქ ვერ დაგეთანხმები ძალიან ბევრს უყურხარ იმაზე კარგია და იმდენად კარგია რომ ბევრმა რო არ იცის შენ რომ უთხარი რომ რამე 3 მინუტი წამოიღეო რომ თქვენი კავშირში იყოსო ეხლა ვფიქრობ რომ ეგ უბრალოდ ეხადავე
ეგონა რომ ვეღადა. არა, მე მგონია რომ ეხა შეხვარ ეღადავეთქო. ხო და არა და შეიძლება რატო იფიქრე, იცი რა, ძირითადად ჩვენი, აი მაგალითად სულ ვფიქრობ, რომ აი რა დამაკავონ ან მე ან შენ და აი რაღაცა ვიკაბუკი ასწერს. რა თქვენ ჩათი რა. ჩვენი ჩათი, ჩემი тема Вика, ну помним, все помним. Убрал чем, когда вот позвонили к этому нашим там картулецам, они сказали, что не надо все-таки, да, там все великолепно. На гатар, как Вику сюда ты сам же понимаешь, на выживание же мы пытаемся. А сейчас приду, а потом проблемы. Все, нет. მე დავურეკე ნუ გზარს და ვუთხარი რომ ილო და ანუშკა მოდიან ჩემთან არა ჩვეულებრივი ხალხი გადასარევი ბაბუაშენია თავარი არქიტექტორი ქალაქის помнишь და დოდოშა სპიჯიმოდეს დოდოშა შვილიშვილი ამ ფონზე რომ რაღაცას რესპონდენტს თხოვ რომ 3 ნიფტი წამოიღე დიდი შანსი ეფიქროს რომ ეღადავია ეგეც მაგრამ როგორც არ უნდა გითხრა იყო ალბათ რომ მაინც დამიწყება და ამისთვის ყოველ შემოს დამეხმაროს ახალი წელი მოდის და მაინც ვისარგებლებ შემთხვევით და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ თქვენს პატარებს და ჩვენს ქვეყანას. გვეცხოვროს ბედნიერი ხალხის ქვეყანაში. აი სულ ვფიქრობ, როგორი მინდა იყოს საქართველო. ბედნიერი მოქალაქეების ქვეყანა მინდა რომ იყოს და გისურვებთ ამ ბედნიერებას თქვენს. მადლობა რომ ასეთი საინტერესო სტუმრები იყავით. მადლობა ილოს და ანის. დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს და შევახსენებ, რომ უნდა იაქტიუროთ და შეგიძლიათ მოგწეროთ, ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრად. ასევე კომენტარებში აუცილებლად მადლობა რომ გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე.